მე ვარ კახა წიქარიშვილი და ჩემ შვილს აქვს დიუშენის კუნთოვანი დისტროფია. ამ დაავადებას აქვს თავისი სტადიები. ეს სტადია იწყება 3-4 წლის ასაკიდან, როცა ხდება დაავადების აღმოჩენა. მერე არის გართულების ასაკი, როცა ხდება უკვე კუნთების შესუსტება. შემდგომ არის ეთლში ჩაჯდომის ასაკი და შემდგომ არის უკვე დახმარების ასაკი, ანუ პაციენტს როცა ჭირდება ყველანაირი დახმარებები. როცა პაციენტი გადადის ერთი სტადიიდან მეორე სტადიაში, მისი უკან დაბრუნება დღესდღეობით არის შეუძლებელი. თუმცა შეიძლება შენელდეს ამ სტადიის ხანგრძლივობა. ანუ შეიძლება დროული ჩარევით უფრო დიდხანს გაგრძელდეს თითოეული ეს სტადია და ამიტომ თითოეული პაციენტისთვის დრო არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი ადამიანის მიერ ამ პრობლემის გამკლავება არის ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი. მას სჭირდება ორგანიზება, მას სჭირდება ერთობლივი ძალისხმევა. სად უნდა მიხვიდე, რა საბუთები გჭირდება, რომელ ექიმს უნდა მიაკითხო, რა გამოკვლევები გჭირდება, ამის შესახებ უკვე ძალიან დიდი გამოცდილება არის ორგანიზაციის შიგნიდან. როდესაც ახალი წევრი გვემატება, ის სვამს ამ კითხვებს და იღებს უკვე პასუხებს, იმიტომ რომ ეს გზა უკვე გაყვავილი აქვს სხვებს. არის ამოცანები, რომლებიც არის შედარებით მარტივი და ტექნიკური და არის ამოცანები, რომლებსაც ჭირდება ძალიან დიდი დაფინანსება და დიდი ძალისხმევა. არის მედიკამენტები, რომლებიც ძალიან ძვირია და მშობელი ამას სახელმწიფოს დახმარების გარეშე ვერ გააკეთებს. მეტნაკლებად კარგად ვიცნობთ მდგომარეობას ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში და ესპანეთში, ვინაიდან ჩვენი მშობლები იქ არიან და ისინი პირდაპირ იღებენ დახმარებას. განსაკუთრებით დიდი პროგრესია ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ჩვენი ორგანიზაციის წევრმა მიიღო ახალი პრეპარატი, რაც ბევრი ქვეყნისთვის არის ოცნება. სახელმწიფოს აქვს ძალიან ბევრი ამოცანები, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას, ეს უნდა იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი.